მოკვეთილ გამოპალ რუსეთის დამპალ იმპერიაში 1987 წელი იდგა. 28 მაისს მესაზღვრის დღე აღენიშნებოდა. ახალგაზრდა გერმანელმა პილოტმა ჩრდილოეთიდან ოკუპირებული ესტონეთის სასაზღვრო ნაწილში საბჭოეთის საჰაერო სივრცე დაარღვია და ცოტა ხანში კრემლის კედელთან, წითელ მოედანთან ახლოს დაეშვა. პერესტროიკის გარჟაჟის მიუხედავად რეის ჰელსინკი-მოსკოვი არაფერი მოასწავებდა. საბჭოეთი ჯერ კიდევ უძლეველ ძლევამოსილ სუპერ სახელმწიფოდ ითვლებოდა. საბჭოთა კავშირის საჰაერო თავდაცვის ძალების უფროსმა, თავდაცვის მინისტრმა და 300-მდე ოფიცერმა თანამდებობები დაკარგა. იმპერიის სიმბოლოს წითელ მოედანს შერემეტევოს 3 დაერქვა. ამ ამბის ერთ-ერთი საუკეთესო შეფასება კი ასე ჟღერს. ერთად აღებულმა ნატოს ბლოკმა და ავღანელმა მოჯაჰედებმა იმდენივე დააკლეს საბჭოთა კავშირს, რამდენიც 18 წლის გერმანელმა ფინალმა. მე რაც მოხდა და როგორც მოხდა დამპალ იმპერიაში, იცით, როგორც გითხარით, ახალგაზრდა გერმანელი პილოტის გაფრენის ჰელსინკი-მოსკოვის რეისით დასრულებას არაფერი მოასწავებდა. რამ გამახსენა მათიას რუსტის ეს გაფრენა? ფიზიკოს გიადვალის ერთ-ერთ ინტერვიუში ნათქვამან ფრაზამ მოქმედება მაშინ ხდება, როცა არავინ არაფერს ელოდება. ვიცი ყველას გვეჩქარება პოლიტპატიმრების გათავისუფლება, ვიცი ყველას გვეჩქარება ახალი სამართლიანი არჩევნები, ვიცი ყველას გვეჩქარება რუსი ბორიას საოკუპაციო რეჟიმის ისტორიულ სანაგვეზე მოსროლა. ისიც ვიცი, რომ რაც რო გადის რუსული რეჟიმისგან დაჩაგრულთა რიცხვი შესაძლოა გაიზარდოს. ისიც ვიცი, რომ ხშირად რეჟიმის და მისი პროპაგანდისტების გეგმა დათესოს უიმედობა ნიჰილიზმი ნაწილობრივ მიზანს აღწევს. ვიცი ძნელია თვალებში უყურო პატიმრების მშობრეს, ძნელია იდგე წვიმაში ქარში, ელოდებოდე როდის მოგიტაცებს გრუზინსკაია მილიცია, ძნელია ელოდებოდე სადღაც კუთხიდან ხარებას მარბიელების გამოვარდნას. ძნელია ისმენდე ბინძურ გრუზინულ პროპაგანდას, პირდაპირ ეთერში უყურებდე სამშობლოს ღალატს, მოღალატეების პარპაშს. იმის მოწმენაც ძნელია და ბევრისთვის უკვე მიუღებელი, რასაც ახლა ვიტყვი, მაგრამ მასია. ახლა უკან დახევა არ იქნება, გამარჯვება ახლოა. მე რა რომ გვეჩქარება, მე რა რომ ხანდახან მგონია რომ ქუჩაში იმდენი ხალხი არ დგას, რამდენიც გვინდა რომ იდგეს. ცივ გონებაზე დიდ სურათში უნდა გავაცნობიეროთ, რომ ყველაფერი საქართველოს სასიკეთოდ იცვლება და ისევ გიადვალის სიტყვები. მოქმედება მაშინ ხდება, როცა არავინ არაფერს ელოდება. გიადვალის კიდევ ერთი ინტერვიუ მინდა გავიხსენო. 2022 წლის 20 ივნისის ფართომასშტაბიანი აქციის შემდეგ გიორგი თარგამაძის ეთერში დვალმა პირველად უწოდა ივანიშვილის რეჟიმს დივერსანტული რეჟიმი და ახსნა თუ რატომ არ შეიძლება დივერსანტს, რომელიც ხვის დავალებას ასრულებს, ხალხის პროტესტზე და რაოდენობაზე რეაგირება ჰქონდეს. უკრაინაში ჯალათი უკვე შეჭრილია, საქართველოს კანდიდატის სტატუსს ელოდება, ლეგიტიმურობის ზღვარზე შეფასებით ხელისუფლებაში გაბატონებულ დაჯგუფებას ჯერ კიდევ აქვს ლეგიტიმაციის საშინაო და საგარეო ნიშანწყალი. თავი რომ არ მოვიტყოთ, ბევრი ვერ ბედავდა ხმამაღლა რეჟიმისთვის ნამდვილი სახელი დაერქმია რუსული რეჟიმი. როდესაც ის ჩვენ ვინც მთავრობა გონია, ასრულებს დავალებას. დივერსანტი, ანუ დივერსანტია. დივერსანტმა ეხლა რატომ უნდა გააკეთოს რეაგირება, გინდა 100,000 კაცი გამოვიდეს და გინდა 150,000 კაცი გამოვიდეს, და გინდა 200 და გინდა მილიონი. თბილისის ქუჩებში. დივერსანტი თავის დავალებას ასრულებს, დავალება არის მათი, რომ საქართველოს არ მიიღოს კანდიდატის სტატუსი, ეს არის მათი პირდაპირ დავალება. ერთადერთი, ვინც რეაგირებას არ აკეთებს საკუთარი მოსახლეობიდან ამ ხელა პროტესტზე და ამ ხელა ძალისხმევაზე, ეს არის ადამიანი, რომელიც ასრულებს ვიღაცის დავალებას, ადამიანი თუ ადამიანთა ჯგუფი. სხვა შემთხვევაში ვარიანტი არ არის, იმიტომ რომ ტოტალიტარული მთავრობაც კი ყოველთვის რეაგირებს ესეთ რაღაცაზე. შეიძლება რეაგირებდეს რეპრესიებით, დაპატიმრებებით, რაღაცეებით, მაგრამ შეუძლებელია რომ მთავრობა რეაგირება არ გაკეთოს, თუ ის თავის ქვეყნის მთავრობაა და რაღაცა იდეა მაინც აქვს რაღაც თავის ამ ქვეყნასთან დაკავშირებით და ის რეაგირება, რაც ჩვენ ნახეთ, ეს არ არის მთავრობის რეაგირება. ეს არის დივერსანტი, ეს არის ჯგუფის, რომელიც არის ჩანერგილი პირდაპირ, რომელიც მოხვდა მთავრობაში, ჩვენ მთავრობას უძახის, თორე ეგენი არ არის მთავრობა. და რომელიც პირდაპირ დავალება აქვს, რომ ევროკავშირში ჩვენ არ მივიღოთ კანდიდატობის სტატუსი. ამ ინტერვიუს შემდეგ მე პირადად ივანიშვილის რუსულ საოკუპაციო რეჟიმს არაერთხელ ვუწოდე დივერსანტული რეჟიმი. 9 აპრილის რეჟიმის მოლაპარაკე თავების მიერ გაკეთებული განცხადებების შემდეგ ისაც ცხადი იყო, ცხადზე ცხადი გახდა. ივანიშვილის რუსულმა რეჟიმმა საკუთარი თავი ოფიციალურად გამოაცხადა საოკუპაციო რეჟიმად. ივანიშვილის რეჟიმის პოლიტპატიმრების დედების პროტესტის შესახებ დივერსანტებისთვის ყველაფერი წინასწარ იყო ცნობილი. აკიმიანის
აღინიშნა ან გათქვა კიდევაც 8 აპრილს არალეგიტიმური დაჯგუფების ახალბე და მოლაპარაკე თავმა მეორე დღის გეგმა წამოწდა პოლიტპატიმრების მშობლებიო, რის მერეც მგონი პროპაგანდის ყუში აღარ გამოჩენილა. უარესიც თქვა ფაქტობრივად აღიარა პროვოკაციას გვეგმავთო. 9 აპრილის დილას რუსებმა მემორიალთან მისვლა ვერ გაბედეს. არც აპირებდნენ სცენარის წინასწარ ჰქონდათ გამზადებული. არ გეგონებ თემიდან გადაუხვედა სპორტულ გადაცემაზე გადავერთე და გამოჩენილ ქართული სპორტსმენის ვარჯიშს გთავაზობთ. ეს არც ინფლუენსერია, არც სელებრიტი, არც საზოგადოებისთვის საინტერესო ადამიანი. ეს მერი კალაძის ლოკალური თბილისური დაჯგუფების წევრი, ნოტარიულ კანტორად ქცეული თბილისის საკრებულოს წევრი, გდანის მაჟორიტარად წოდებული ვირმე ზარნაძეა. ვარჯიშობს რაქნას მისი ბოსი თუ ვარჯიშობს, მასაც უნდა. თუ კარგად მოიქცა შესაძლოა მერი კალაძის ლუკამდეც მივიდეს. ეს ის ზარნაძეა ოპოზიციონერებზე გდანში თავდასხმები რომ ბრალდება. ეს ის ზარნაძეა ვაკის პარკის ტრაგედიის შემდეგ შემთხვევით გადარჩენილ ბავშვთან ნაჩალნიკი რომ მიიყვანა და დაულაგა. 9 აპრილის დილით კი პროვოკატორობა საკუთარ თავზე აიღო და დაავალეს. თან ახლო-ახლო მილიციაც ეგულებოდა. თან ზუსტად იცოდა რომ პოლიტპატიმრების დედების და ახალგაზრდების ჯაჭვს ვერ გაარღვევდა, მაგრამ მშვიდობიანი მდუმარე აქციიდან პროპაგანდას კარწინკას ჭირდებოდა რომ უნამოსო ტყელი მოეღერებინა და ეთქვა რომ ეს დღე 9 აპრილის იდეის დისკრედიტაცია იყო. ზარნაძე არავინ არ არის. მის ერთ ფრაზას რომელიც მან რუსთაველიდან გაქცევისას თქვა და სცენარში არ ეწერა, მოგვიანებით მიუბრუნდები. და რადგან მან არავინ კარტინკა შექმნა, დივერსანტებმა წინასწარ დაგეგმილი პოსტები ააფრიალეს. 9 აპრილი არის დღე, როდესაც უცხოურმა ძალამ განახორციელა ძალადობა ჩვენი თანამოქალაქეების წინააღმდეგ. დღეს 9 აპრილს ტრაგედიიდან 36 წლის თავზე კვლავაც უცხოური ძალა ძალადობს რუსთაველის გამზირზე. დღეს რუსთაველის გამზირზე უცხოურმა ძალამ სცადა ძალადობის პროვოცირება. რუსი ირაკლის გლავნი დივერსანტის მარიონეტს მეტი შეეძლო უცხო ძალად პირდაპირ გამოეცხადებინა ვაშინგტონი და ბრიუსელი, მაგრამ ვითომ ტელეწამყვანი ჟავანაძე ხომ არ არის, არადა როგორ შურს მისი. ის ხომ პირდაპირ დადის რუსეთში, ამასაც უნდა, მაგრამ მოითმეს. საქმე ისე მიდის, რომ მალე ერთხელ და სამუდამოდ წავა მატუშკა რასიაში. წავა იქ, სადაც მუშაობს და ვიზედაც მუშაობს. კიდევ ბევრი შეიძლება რუსული რეჟიმის შეფის მთავარი მარიონეტის მოღალატებრივ განცხადებებზე საუბარი, მაგრამ რუსია დივერსანტი გავრილოვის ჩამომთრევი, მასპინძელი პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში დამსმელი, ივანიშვილის ყველა რუსული საქმის გამკეთებელი, გამправებელი, ანტიქართველი დიქტატორული კანონების შემოქმედი, არჩევნების გამყალბებელი, ხარებასთან ერთად მშვიდობიანი ანტისაოკუპაციო დემონსტრანტების დამრბევი, სასამართლო კლანის და სანქციებულთა ვითომ ფარველი, მოსკოვშიც ჩავა, ბატონის დავალებით საელჩოსაც გახსნის და 1000-ჯერ თავზე გადახ კონსტიტუციიდან 78 მუხს ამოიღებს. ამ დიდი კალიბრის დივერსანტებთან რამოსატანია დიდი პოდკასტელი, აზრის გიგანტი ქალბატონი ნინო, უпроსტად ნინა წილოსანი. არც კი მიფიქრია ისე შემოიყვანა საკუთარი თავი აქ. დახურულ სივრცეებში კამერების წინ საქმიანობს, ქალბატონებს ხვდება. მე რომ ერთხელაც არ უფიქრია პოლიტპატიმრების დედებისთვის ქალური სოლიდარობა გამოეცხადებინა. ერთხელაც არ უფიქრია რუსი ბორიას მარბელი ხარებას ნაცემი ახალგაზრდა გოგოები ენახა. სამაგიეროდ ბრძნულ პოსტს აწერს. რუსი ჯალათების მიერ ორლესულად იჭმებით და მხუთავი მომწავლელი გაზით მოკლუ პატარა გოგოების დედის და ბებიის თანატოლებს ტრაგიკულად გარდაცვლილებს უწოდებს. არალეგიტიმური პარლამენტის ვიცე-სპიკერის ყოფილა. ახლა მისთვის ქართული სიტყვების მნიშვნელობის და შინაარსის ახსნა დაგვიანებულია. რაც უნდა დაეწერა, ის დაწერა. რუსია და დაწერა, მაგრამ ეს საკმარისი არ აღმოჩნდა და პროპაგანდის ყუთში რუსული საქმე უფრო კარგად გააკეთა. მათი იქ ყოფნა და ის აგრესია, რასაც ისინი აფრქვევენ, არაფრით განსხვავდება რუსული ტანკებისგან, რომლებმაც 9 აპრილის უმძიმეს დღეს გადაუარეს ქართველებს. ამ რუსულ ბოდვაზე ისევ მას ვაპასუხებინოთ საკუთარი არქივიდან იმისთვის, რომ ვიცოდეთ უარეს სიტყვის, უარეს რუსულ დავალებას შეასრულებს, ხელს ყველაფერს მოაწერს. მე არ მახსენდება ისეთი შეურაცხყოფელი ფაქტები ჩვენი ქვეყნის მიმართ, თუ არ ჩავთვლით ძირითად შეურაცხყოფას და ძირითად ტრაგედიას, რაც ოკუპაცია არის. ამის შემდგომ ნამდვილად ისეთი შეურაცხყოფა, როგორც ამ შემთხვევაში უკრაინის რიგი მაღალჩინოსნების მხრიდან მოგვადგა, ნამდვილად არ მახსენდება. პუტინის მხრიდან არ მახსენდება. ოკუპაციას თუ არ ჩავთვლით, თქო, მაგას ვამბობ. აქაუდა საპარლამენტო რესპუბლიკა გვაქვსო, რუსი ირაკლი ვერ მაჯობებსო, მე ხომ პროპაგანდა პირველ კანონმდებელს მიწოდებსო და ვინმე შალვა პაპუაშვილმა, ანუ არავინ დღე რუსულად დააგვირგვინა. 1999 წელს როდიონოვის ჯარისკაცებმა სცადეს, მაგრამ დამოუკიდებლობის იდეა ვერ
ვერ მოჭეხეს. დღეს რუსთაველზე როდიონოვის ნიჩბიანი ჯარისკაცები უცხო დროშების მოფრიალეს სამშობლო დაკარგულმა ადამიანებმა ჩაანაცვლეს, რომლებიც იმავე დაუნდობლობით ცდილობენ საქართველოს დამოუკიდებლობის იდეის დაჩეხვას. ყველა ჯერზე რომ გონია ამაზე მეტი რა უნდა ქნანო, ყველა ჯერზე უარეს შვებიან, უარეს იზავენ. თუ გავუვიდათ, როდიონოვზე მეც იზავენ. რუსის ტაქს შემოაჯლიგინებენ თბილისში. 9 აპრილის ის მთავარი დივერსანტი არ გამოჩენილა. საქართველოს ისტორიის გადაწერის მოსუნემ 9 აპრილის მისაკუთრება ჯერ კიდევ 1 ოქტომბრის სპეცოპერაციის 12 წლის თავისად მიმძღვნილ წერილში მოინდომა. ეს დღე ჩვენიაო და 9 აპრილი და 26 მაისი 1 ოქტომბერს, ანუ საქართველოს ისტორიის ტრაგიკულ დღეს გაუთანაბრა. რომელი 26 მაისი თქვენმა სულიერებმა და პოლიტიკურმა წინაპრებმა სტალინმა და ორჯონიკიძემ რომ გაგვიუქმეს, რომელი 9 აპრილი დამოუკიდებლობისთვის და თავისუფლებისთვის მებრძოლი მშვიდობიანი ქართველები როდიონთან ერთად ლებედმა რო დახოცა? ვინ არის ლებედია, რა კავშირი აქვს მას და მასთან ერთად ქართველების კვლევ როდიონოს ივანიშვილთან? 1996 წელს რუსი გენერალი ლებედი პრეზიდენტობის კანდიდატი იყო. არც მეტი არც ნაკლები მისი საარჩევნო შტაბი ივანიშვილის ბანკის ოფისში იყო განთავსებული. ივანიშვილი ლებედს აფინანსებდა და არასკრუტკებდა. იმ არჩევნებზე რეაქციონერ გენერლის მთავარი ფუნქცია კომუნისტის ზუგანოვის ხმების წარსწმება იყო. ივანიშვილის დაფინანსებულმა ლებედმა დავალება შეასრულა. მესამე ადგილზე გავიდა, რამაც არჩევნების მეორე ტური უზრუნველყო. არჩევნების მეორე დღეს ლებედი უშიშროების საბჭოს მდივნად დაინიშნა და იმავე დღეს მან მხარდაჭერას მოუწოდა მეორე ტურში ხმა ელცინისთვის მიეცათ. კრემლის ამ პოლიტექნოლოგიური თამაშის ნაწილი 9 აპრილის ჯალათის როდიონოვის თავდაცვის მინისტრად დანიშნვა იყო. 3 ივლისს ელცინმა მეორე ტურში გაიმარჯვა და 17 ივლისს როდიონოვი ივანიშვილის დაფინანსებული ლებედის რეკომენდაციით მინისტრად დანიშნა. ამიერკავკასიის ჯარების სარდლის როდიონოვის სპეცოპერაცია 9 აპრილის მონაწილე 106 საჰაერო სადესანტო დივიზიის მეთაური რუსი ჯალათი ლებედი ივანიშვილმა კრასნოიარსკის მხარის გუბერნატორობის არჩევნებზეც დააფინანსა. ალუმინის ომის მონაწილე ივანიშვილი მეტალოინვესტის აქციონერი გახდა. ამ რუსულ შავ ბიზნესის საუბრით არ დაყრით, მით უმეტეს რომ დიდი და ჩახლართული თემაა. ვიცი ისედაც გჯერათ რომ რამდენიც ჩადო, იმაზე მეტი ამოიღო და შავი ფულიც იშოვა. რას იფიქრებდა რეჟისორად წოდებული პროპაგანდისტი რუსი, რომ 36 წლის წინ მის მიერ გადაღებული კადრი ამ კადრების ანალოგი იქნებოდა. მაშინ ლენინის მოედნის მხრიდან შემოვიდა მშვიდობიანი მომიტინგების დასახოცად როდიონოვ ლებედის რაზმი რუსთაველზე. ახლა კი თავისუფლების მოედნიდან შემოვიდა ივანიშვილის ხარებას სადამსჯელო მარბიელთა რაზმი რუსთაველზე. მადლობა ხომ არ გითხრათ, რომ როდიონოვის და ლებედის მსგავსად არ დაგიხოცავთ ჯერ ქართველი ახალგაზრდები. იმ თაობის ახალგაზრდები და ამ თაობის ახალგაზრდები ერთი დიდი ეროვნული იდეისთვის იბრძვიან საქართველოს რუსეთის გარეშე. მაშინაც ძირს დამპალი რუსეთის იმპერია და გაუმარჯოს დამოუკიდებელ საქართველოს და ახლაც იგივე. და ახლა ბოლომდე, და ვინ არის თქვენი როდიონოვი, თქვენ ლებედის დამფინანსებლება. ზემოთ რომ ზარნაძე ვახსენე, რუსთაველი და რომ გარბოდა, მეტი ვერაფერი რო ვერ მოიფიქრა, მაიდანიო. მაიდანიზაციას თილობენ ამ ადამიანებისგან იცავს ქვეყანას. ქვეყანას მაიდანიზაციისგან ვიცავთო, აღმოხდა მაიდანი. მაიდანი ხომ კრემლის და მისი მიმდევრების, ლუკაშენკოების, ივანიშვილების დიქტატორების კოშმარია. მაიდანი ხომ ღირსების რევოლუციის სინონიმია. ერთხელ და სამუდამოდ უნდა დავძლიოთ სიტყვა რევოლუციის შიში. რევოლუცია სულილებაა და სულ არ არის აუცილებელი ეს სულილება რევოლუცია ძალადობრივი იყოს. საქართველოს ღირსების რევოლუცია არ დასრულებულა. საქართველოს ღირსების რევოლუცია 9 აპრილი, თბილისის სამოქალაქო ომი, პირველი პრეზიდენტის მკვლელობა, სამაჩაბლოში და აფხაზეთში პირველი ომი, ჭუბერის უღელტეხილია. საქართველოს ღირსების რევოლუცია რუსეთიდან სატვირთო თვითმფრინავით დეპორტირებული ქართველები არიან. საქართველოს ღირსების რევოლუცია 2008 წლის ომია. ანწუხელიძე, რომელაშვილები და სხვა გმირები არიან ღირსების რევოლუცია. აფხაზეთის და სამაჩაბლოს ანექსია საქართველოს ღირსების რევოლუცია. კობახიძის მიერ რუსი ოკუპანტის ჩამოთრევა, გავრილოვის ღამე, 5 ივლისის რუსული პოგრომი, ტატუნაშვილის 4-ზორიას, დინტურის მკვლელობაა საქართველოს ღირსების რევოლუცია. თბილისის ქუჩებში რუსი ბორიას ხარებას მიერ ნაცემი დასისხერებული მოქალაქეები, შეურაცხყოფილი პატარა გოგოები და ბიჭები, პოლიტპატიმრები, მათი დედები არიან ღირსების რევოლუცია. ღირსების რევოლუცია დაუჯელი მოძალადეების დასჯა. ღირსების რევოლუცია ახალი თავისუფალი არჩევნების ჩატარება. ღირსების რევოლუცია საქართველოს ეკლესიის რუსული ეკლესიიდან გამოხსნა. ზარების გუგუნის დაბრუნება ქაშვეთის სამრეკლოზე 9 აპრილის 4 საათზე რო დუმდა.
ღირსების რევოლუცია არ დასრულებულა გრძელდება და ამ ღირსების რევოლუციის უწყვეტობის შედეგია, რომ რეჟიმს სულ უფრო უჭერს სანქცია რუსულ ხელზე და კიდევ მოუჭერს ჯალათილებეთის მეგობარს მალე ძალიან მალე დაუპატარდება ყულფი, ამიტომ ნიჰილიზმი კი არა პირიქით მეტი ოპტიმიზმი. გახსოვთ რა სიძახდა თბილისის რუსი მელიკალაძე სანქციები არ იქნებაო. ნეტა მერამდენი ავტოგოლია მის გრუზინულ პოლიტიკაში. კიდევ გაიტას რუსულ გოს საკუთარ რუსულ კარში. ხვალ 14 აპრილია, ენის დაცვის დღე, იმენის რომელსაც 47 წლის წინ რუსეთი გვართმევდა. მაშინაც ქართულმა ახალგაზრდებმა გამოგვიჯეს რუს ხელიდან ენის ოკუპაცია. ახლა ამ დივერსანტებს რუსებს უნდა გამოგვიჯოთ ხელიდან ენაც მამულიც და სარწმუნოებაც. მე პირადად არ გამიკვირდება, რომ ხვალ დივერსანტებმა ამ დღის აღსანიშნავად პოსტები გამოაცხონ და ის რუსი, რომელიც ენას გვართმევდა, უცხო ძალად მოიხსენიონ. თორემ ივანიშვილის მიშკა, რუსეთის ჩემპიონი, რას დაწერს და იტყვის, ნაკლებად საინტერესოა. მზექალა შანიძეზე აქვს ნათქვამი, ამ ჩატდაო. ზოგიერთი ასე თქვა საზოგადო მოღვაწე ამ ჩატდა და უკვე შეფასებებიც გააკეთა. აი ეს მაგალითად მზექალა შანიძე, შოთა არველაძე იქნება თუ არ ვიცი, სხვა ადამიანები ამ ჩატდა. ბოლოს ისევ ფიზიკოს გიადვალის სიტყვები მოქმედება მაშინ ხდება, როცა არავინ არაფერს ელოდება. ხო და საქართველოს დივერსანტების, საქართველოს ივანიშვილის გარეშე და ფინალისკენ ჟანრის კლასიკა. ვინც რუსული საქმე გააკეთა და დღემდე აკეთებს, იმის დედას შევეციბე. ხო და ყველა შეგეწერათ, ვინც ახლა პირდაპირ ეთერში ანწუხელიძის სახელის ხსენებით საქართველოს გმირებს, ქართული გმირობის არსს, სამშობლოს და სახელმწიფოთვის თავდადებას, მომავლისთვის ბრძოლას, დამპალი მკვლელი ტერორისტული რუსეთიდან საბოლოო გამოსვლას ებრძვით. ყველა ბავშვი ჭირდება თავისი მშობელის სახლში და არა უაზროდ განწირული ვიღაცის პიარისთვის. ამ შემთხვევაში სააკაშვილს გულისხმობ. რუსული საოკუპაციო რეჟიმის ტერორისტული ტროიკის ჩეკისტამ ტეამ რუსული ბორიას კომისარმა რუსულ ახსეს სახელად საზმაო ვასია რუსის პროპაგანდისტულ კანალზე ანწუხელიძე გაასამართლა და მეორედ ახლა უკვე პირდაპირ ეთერში კედელთან მიაყენა და დამიზნები დესროლა. რუსებმა მეორედ მოკლეს საქართველოს გმირი. ანწუხელიძე საკუთარ თავში აერთიანებს რუსულ ურჩხულთან ახალი საქართველოს ბრძოლის ყველა ეტაპს და დღეს. ანწუხელიძე აპრილის გმირობის და თავდადების გაგრძელებაა. ანწუხელიძე ყველა ის გმირია, ვინც 2008-ში საკუთარი სიცოცხლით გადაეფარა სამშობლოს, სახელმწიფოს, საქართველოს, შვილებს, დედებს, მამებს, მომავალს. რუსი ბორიას ჩეკისტმა ტეამ, ანუ თავად ბორიამ ესროლა გმირს, საქართველოს სახელმწიფოს სიმბოლოს. მეორედ უნდა მოეკლა, მაგრამ ვერ მოკლავს. ანწუხელიძე უკვდავია, ხო და სიკვდილი მტერს, სიკვდილი ოკუპანტს, სიკვდილი მოღალატეს. ფეხქვეშ გეწოდეთ ქართული მიწა. არ გეღირსოთ მომავალი, არ გეღირსოთ ქართული მიწა. წყეული მციყავთ.